სათავეში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12-ზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯობა. ახალი დეტალები კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით თორნიკე მოლაშვილმა დაკავების შესახებ 2 თვით ადრე იცოდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი ნივთმტკიცება ოჯახმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. მოლაშვილის ვიდეო მიმართვა, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა უფლებადამცველთა გაერთიანებამ დღეს მედიას დააცნო. ვიდეო მიმართვაში მოლაშვილი აცხადებდა, რომ მას ნარკოტიკების მოხმარების ან იარაღის უკანონო შენახვა არებისთვის დააკავებდნენ. მშავდებულის ადვოკატები ვიდეო ჩანაწერის დამატებით მტკიცებულებად გამოყენებას დედმავენ როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი დაკავების საფუძველი იქნება ნარკოტიკული ნივთიერება, სასროლი იარაღი, ამ დაგონი რაღაცეები. ერთი სიტყვით არც ნარკოტიკების ვაპირებ ქუჩაში სიარულს, არც მოხმარებას ვაპირებ ნარკოტიკებისას, არც სასროლი იარაღი გამაჩნია, არც იარაღით ვაპირებ სიარულს ქუჩაში, არც სახლში მახრაიმე კანონსაზრდელზე მოაღნიშნულებიდანაც. ფაქტია, რომ დაპატიმრებამდე მან იცოდა, რომ უნდა ჩაედოთ მისთვის ან ნარკოტიკი ან იარაღი და ამის შესახებ გააკეთა განცხადება და აქედან გამომდინარე ადრე გამოჩნდა ეს კასეტა, გვიან გამოჩნდა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანს, არის თვითონ თორნიკე მოლაშვილი და წინასწარ აცხადებს, რომ მე ვარ ამით გაფრთხილებული. ეს აუცილებლად გადაეგზავნება სტრასბურგის სასამართლოს, აგრეთვე ეს მასალა წარედგინება ქართულ მართლმსაჯულებას, თქვენ კარგად მოგეხსენება, დაიწყება გადახედვა საქმეების და ეს მტკიცებულება სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს საქმის განხილვის პროცესში. პირადად მე ამ კასეტის შესახებ არაფერი ვიცოდი მხოლოდ ჩემი შვილიდან გადმოცემით დაწყებული ძალიან დიდი ხნიდან, რომ ცდილობდნენ მის დაკავებას. ქუთაისში ისტორიული მოვლენისთვის ემზადებიან ახლადაშენებულ პარლამენტის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტი ხვალთავის პირველ სხდომას დამართავ. შეგახსენებთ, სადეპუტატო მანდატები მხოლოდ 2 პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის კანონმდებლობას ქართული ოცნების 85, ხოლო ნაციონალური მოძრაობის 65 წევრი განსაზღვრა. შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ ახალი შენობის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ახალი შენობა ტექნიკურად გაუმართავია და ის მზად არ არის სხდომის ჩასატარებლად. რა პრობლემები არსებობს რეალურად და რამდენად არის მზაობა ხვალინდელი დღისთვის? ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ წუთებში ადგილზე მუშაობს. ქუთაისში ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. და ვინ ჩაუდრება სათავეში ახალ პარლამენტს თავმჯდომარის პირველივე სესიაზე ფარული ჭენჭისყრით აერჩევენ. რეგლამენტის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში და პარლამენტის წევრთა 6-წლიან ჯგუფს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. როგორც ცნობილია, პარლამენტში უმრავლესობით შესული კოალიცია ქართული ოცნება ამ პოსტზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს რაც შეეხება მის წინამორბედს დავით ბაქრაძეს, ახალ პარლამენტში უმცირესობის ლიდერის პოსტზე ვიხილავთ. დეპუტატობის გადანაწილება კი ფრაქციებში ასე მოხდება. უმრავლესობა პარლამენტში რამდენიმე ფრაქციად იქნება წარმოდგენილი და ამის შესახებ გუშინ დაწვრილებით ისაუბრა პარტიის თავმჯდომარე მეცხრე არხის ეთერში. შეგახსენებთ, ქართულ ოცნებას 85 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 65. დღეს მდგომარეობით ჩამოვყალიბდით 4 ფრაქციაზე. ყველაზე დიდი იქნება ქართული ოცნება, ანუ ეს არის ჩვენი პარტიის, ასე ვთქვათ, წევრებისგან და ჩვენი პარტიის სიით დასახელებული პირებისგან შემდგარი ფრაქცია. რა თქმა უნდა, ამ ჩვენს დიდ უმრავლესობაში შემოვლენ ასევე ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, ასევე ქართული ოცნება რესპუბლიკელები, ქართული ოცნება კონსერვატორები. ანუ ეს 4 ფრაქცია შეექმნის უმრავლესობას, რომელსაც, ასე ვთქვათ, პრინციპში ქვია ქართული ოცნება. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, დაგეგმილია 3 ფრაქციის ფორმირება. მომავალ პარლამენტში ყველაზე მრავალმანდატიანი ფრაქცია იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელშიც პარტიული სიით დასული დეპუტატები და რამდენიმე მაჟორიტარი გაერთიანდება და მას გოგა გაბაშვილიო ხელმძღვანელებს. უმცირესობის ფარგლებში შეიქმნება ასევე 2 მცირერიცხოვანი, მხოლოდ მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარები და ნაციონალური მოძრაობა რეგიონები. პირველ სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული აკაკი ბობოხიძე ჩაუდრება, მეორეს კი ასპინძის
მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, პარლამენტის სპიკერად კი მათი კვოტით გიორგი ბარამიძეს წარადგენენ, ამასთან უმცირესობას თავმჯდომარის მოადრილე ყველა საპარლამენტო კომიტეტში ეყოლება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში რაწვევის ასაკად შესაძლოა 19 წელი განისაზღვროს, გარდა ამისა განხილვისაგანია ისიც, რომ რაწვევის ვადა 6-დან 8 თვემდე შემცირდება. განცხადება შესაძლო ცვლილებების შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მეცხრე არხის ეთერში გუშინ გააკეთა ირაკლი ალასანიას თქმით, ეს ვარიანტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან იქნება განხილული, შემდეგ კი მას უშიშროების საბჭო განიხილავს. პირველ რიგში ეს შეთანხმებული იქნება პრემიერ-მინისტრთან, ეს ხედვა, შემდეგ უკვე ბუნებრივია ამას სჭირდება უშიშროების საბჭოს გადახედვაც ამ საკითხის და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულად თუ როგორ წავა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რა ასაკი იქნება, რა პერიოდით იქნება. ეს დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ რა მოთხოვნებს უწესებთ ჩვენ წვევანდელებს. რა რაოდენობით იქნება გაწვევა, ეს ყველაფერი არის ჯერ პირველ რიგში შერეღებული ძალების მიერ დასაგეგმი და ჩვენ როგორც სამოქალაქო კონტროლი და სამოქალაქო მინისტრი შემდეგ მათ წინადადებებს განვიხილავთ, მათგანაც უნდა მოდიოდეს ეს ასე ვთქვათ შესწავლა ამ საკითხის. ახლა კი ჭიათურა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მაღაროელები არიან გაფიცული, ზოგიერთი მათგანი კი მიწისქვეშ პატარიძის სახელობის მაღაროში რამდენიმე მეტრის სიღრმეში რჩება და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მის დატოვებას არ აპირებს. გაფიცული მაღაროელები მეტ პერსონალმა მოინახულა, როგორც მაღაროს ერთნები ამბობენ, ამ დროისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა თუ არციას გააგრძელებენ სინესტისა და უღაერობის გამო შესაძლოა მათ ჯანმრთელობა საფრთხე შეექმნას. შეგახსენებთ, მაღაროელები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. შემოვედი, გავეცანი ამათ მდგომარეობას და არის ძალიან ნესტიანი გარემო არის აქ და ძირთადად ყელი ტკივათ და ისე ჯანმრთელობა არ აქვს ისეთი, რომ რამე დახმარება დაასჭირდეს ჩვენგან ჯერჯერობით ესეთი მდგომარეობა არის და მომავალში თუ გააგრძელეს აქ რა ვიცით რა იქნება. შესაძლებელია, რომ დაუზიანდეთ ფილტვები და რამე. ნებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ მედიკამენტებითაც უნდა დაგვეხმარონ, არა გვაქვს წამლები. ჯანმრთელობის მხრივ არ არის არანაირი პრობლემა. ყველანი ვართ ძალიან კარგად. კარგად ვცნობ თავს, არანაირი ხარვეზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ასე რომ ჩვენი ოჯახები, მეგობრები, ნაცნობები ყველანი შეიძლება იყვნენ დაიმედებული, რომ აქ არაფერი საეჭვო და საგანგაშო არ არის. კიდევ ერთი ობიექტი, სადაც დევნილები შეიჭრნენ, ისინი ამჯერად თბილისში დიღომში მდებარე შპს აგრომედის კუთვნილ შენობაში იმყოფებიან, სადაც ქიმიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ ალტერნატიული ფართის მიღების შემთხვევაში დატოვებენ ტერიტორიას. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მათი მდგომარეობის დაცნობას და დახმარებას მოითხოვენ. შენობაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მათ ელექტროენერგია გაუთიშეს. დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შენობაში შხამქიმიკატები ინახება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა. რა ქუჩაში წვიმას თოვს და სიცივეს მოუკლივარ და შიმშილს და რამ შხამქიმიკატებს მოუკლივარ, ამ მნიშვნელობა გაიტანონ და ან ჩვენ დაგვაკმაყოფილონ, მე ვითხოვ, ან დამაკმაყოფილონ იმით, რაც მჭირდება სულადობის და ფართის მიხედვით, მე აქედან მანამ არ გავალ, სანამ ჩემ კუთვნილ ფართს არ მომწევ. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს შენობა, ჩვენ გვაინტერესებს მოვიდნენ ლტოლვილთა სამინისტროდან, მოგვაქციონ ყურადღება და ამ შენობიდან გადაგვიყვანონ მე სხვა შენობაში. შუქი იყო რომ შემოვედით შენობაში, შუქი ჩაგვიქრეს. განზრახ ჩაგვიქრეს შუქი, იყო შუქი შემოვედით და ვთხოვეთ შუქი ჩაერთო და რა შუქი და რი შუქი. ამეღამდელი ღამე მაინც დაეცდეთ, ისინი სხვა ადამიანებია, ჩვენ ძაღლები, აი ყველანაირად გაგვასწორეს მიწაზე. ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება იქნება. ფრაქციის შექმნის მოთხოვნით საკრებულოს კანცელარიაში განცხადება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სამმა წევრმა შეიტანა. განცხადებლების თქმით, ამომრჩევლების უმეტესობამ ხმა კოალიცია ქართულ ოცნებას მისცა და მათ არ აქვთ მორალური უფლება ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წავიდნენ. გარდა ამისა, ყოფილი ნაციონალები ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებისგან მხარდაჭერას მოითხოვს, თუმცა რამდენიმე ნაციონალი დეპუტატი თავმჯდომარის მოთხოვნას არ იზიარებს. არის მხარდაჭერას 17 ოქტომბერს საკრებულოს კანცელარიაში შემოვიდა განცხადება
ერთობლივი საკრებულოს წევრებისა, რომლებსაც სურვილი აქვს ჩამოაყალიბონ საკრებულოში ფრაქცია. თვითონ ჩემს მიერ აღნიშნული წერილი გადაეგზავნება საკრებულოს სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც მომდევნო 13 წლის განმავლობაში მოამზადებს დასკვნას. გადავწყვიტეთ, რომ თქვა შევქნათ ფრაქცია საკრებულოში, რაღაცა სასარგებლო საქმე გავაკეთოთ. ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ხანძრის გამოწვევი მიზეზების ხელახალი გამოძიების დაწყებას და მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, ბაზარში არსებული საწყობის დაწვა და გამოძიების არაობიექტურად ჩატარება ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერესებში შედიოდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათზე არჩევნებამდე მუქარა და ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ისინი დაშინებული იყვნენ და სამართლიანობის განცდა არ ჰქონდათ. ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ხანძარი 3 წლის წინ მოხდა, ზარალი $1,000,000 ლარს აჭარბებდა, თუმცა გამოძიებამ დღემდე არ მომხდარა. ნასესხები ფული, ჩვენი აბა საკუთარი საუკეთესო ნასესხები ფული, მოდარაკეთ ჩაგვაგდენ ვალებში და სანერვულო დაგვიყავდეთ საქმე და სადირო. თამერთოს უკანონო ქონებები, მაღაზიები, სხვის სახელმწიფო გაფორმებლობა, ვისაც ეკისრება ამ საქონელის დაწვის თაობაზე კეთილი ინებოს და ანაზღაურება გაუკეთოს ამ დაზარალებულ ხალხს. ქუთაისში ჭავჭავაძის ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრ გრანდ მოლის მოვაჭრეები დარე ვაჭრობის არძალვის მოთხოვნით ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ. მოვაჭრეების თქმით, დარე ვაჭრობის გამო მომხმარებელი ბაზრობაზე აღარ შედის და პროდუქცია გაუყიდავი რჩება. მოვაჭრეებს მოგვიანებით ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგვაძე შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ჩვენ არა გვაქვს არანაირი სამუშაოები, ვერ მუშაობთ, მთელი დღე ვართ ბაზარში, არ შემოდის ხალხი, იმიტომ რომ გარეთ ციგნებს აქვს დაკავებული მთელი ტერიტორია. გარე მოვაჭრეები გააუქმონ და ააყენონ იქედან. ნუდგანან ანდა თუ დადგებიან გაყიდონ ჩვენ ფაში, როგორც ჩვენ ყიდით ისე. მაგას არა აქვთ არც შეკისრული გადასახდელი და არც არაფერი და ამიტომ ყიდიან. რამოდენიმე დღის წინ დარიგებული იქნა გამაფრთხილებელი აპარატები და უკვე ხვალიდან კონკრეტულად სამსახური იწყებს ამ ადამიანების წინააღმდეგ კანონის შესაბამის ღონისძიებების გატარებას. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ქუთაისში პარლამენტის გახსნის თემას. ქუთაისში ისტორიული მოვლენისთვის ემზადებიან ახლა დაშენებულ პარლამენტის შენობაში. მერვე მოწვევის პარლამენტი ხვალ თავის პირველ სხდომას გამართავს. მე შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანის შემდეგი ახალი შენობის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ახალი შენობა ტექნიკურად გაუმართავია და ის მზად არ არის სხდომის ჩასატარებლად, მაშასე რა პრობლემები არსებობს რეალურად და რამდენად არის მზაობა ხვალინდელი დღისთვის. ამას ახლა თორნიკე ხურციძისგან შევიტყობთ, ის ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. თორნიკე, მოგესალმებით. ხვალინდელი სხდომისთვის პარლამენტის ახალ შენობაში ბოლო ტექნიკური დეტალები ზუსტდება. პარლამენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს სარემონტო და დასუფთავებით სამუშაოები, ხოლო სხდომათა დარბაზში ხმის აპარატურისა და სხდომების მართვის ელექტრონული სისტემის ტესტირება დაიწყება რამდენიმე წუთში. პარლამენტის ადმინისტრაციაში უფლებამოსილება უკვე გადაიბარა ახალმა უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ. მარაქველიძის თქმით, ხვალინდელი სხდომისთვის პარლამენტის შენობა სრულ მზადყოფნაშია. უამრავი პრობლემაა გადაუწყვეტელი, შეძლების დაგვარად მაქსიმალურად ვწყვეტ. მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. დარჩა დღეს კიდევ ერთხელ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს არის სხდომათა დარბაზის ელექტრონული მართვის სისტემა, ანუ ხმის მისცემის სისტემა, მისი ტესტირება მიმდინარეობს დღეს. და მაქსიმალურად მომზადებული შეხვდებით ხვალ პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ გაიმართება ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ისე როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ცნობილია, რომ ხვალ სხდომა პირველ საათზე არის
პირველ საათია დაგეგმილი, თუმცა დღეს უმრავლესობის დეპუტატების მოსვლა იგეგმება პარლამენტის შენობაში, რათა საკუთარი თვალით ნახონ და დაათვალიერონ ახალი შენობა. ხვალინდელ წვდომას კი დაახლოებით ასე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს, უკვე შექმნილია სპეციალური სიები ჟურნალისტებისთვის და მათ შორის იქნება უცხოური მედიაც. დიდი მადლობა თორნიკე ხურციძე საუბრობდა ქუთაისიდან, სადაც ამ წუთებში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს პარლამენტის ახლად აშენებულ შენობაში. უჩვეულოდ ნადიმი ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის 59-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება და ნაციონალური მოძრაობის მარცხით დოულდარმონით აღნიშნა. მოქალაქეთა განცხადებით ისინი ზეიმობდნენ იმ ზეწოლისგან გათავისუფლებას, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე განიცდიდნენ. ეშინოდათ თავისუფალი სიტყვის, იყვნენ შევიწროებული და იმედრაწვრებული. ახალი ხელისუფლებისგან ისინი მეტ სამუშაო ადრილებს, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ყველა სხვა დანაპირების შესრულებას ელიან. მოქალაქეები დარწმუნებული არიან, რომ ახალი მთავრობა მათი იმედებს გაამართლებს. ჩვენ დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ საქართველოს გათავისუფლება. პირველ რიგში რაც მთავარია და ყველას და მთელ საქართველოსაც უხარია დღეს და აბსოლუტურად სულ ყველა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არცად არ იმალება და არც არის დასამალი უკვე არაფერი. დასამალი იყო სააკაშვილის დროს მის გადადგომას, მის სახლში წასვლას, მიბრძანებას და ჩვენს გათავისუფლებას, საქართველოს თავისუფლებას გაუმარჯვებთ. სრულიად საქართველოს აჭარიდან ულოცავთ ურჩხულისგან განთავისუფლებას. დღეიდან იწყება საქართველოში დემოკრატიაც, აყვავებაც, დალხინებაც, სიხარულიც. იყო დრო 1 ოქტომბრამდე ჩვენთან უბანში კაცები ვერ ლაპარაკობდნენ. დაიხურება თუ არა ლანჩხუთში სოფელ აცანაში მდებარე ფოლკლორის სახლი. თანამშრომლები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ უკვე შეუწყვიტა დაფინანსება. თუმცა ამ ფართ საკრებულოში უარყოფენ და აცხადებენ, რომ სახლის თანამშრომლებს ხელშეკრულება წლის ბოლომდე აქვთ. ლანჩხუთის სოფელ აცანას ფოლკლორის სახლის შესაძლოა დაიხუროს. სახლის ხელმძღვანელი ლალი წიტაიშვილი ამბობს, რომ ლანჩხუთის გამგეობა მის დახურვას გეგმავს და ანსამბლს დაფინანსება ამის გამო შეუწყდა. მოусმინე და მითხრა, რომ ახლა დასაჭირია და ერთი თვის ხელფასი არ მოგეცემათ და უნდა დაწეროთ განცხადებაო. სასაცილოც კი არის რომ თქვა რომ 80 ლარი და მართლა რა შეურაცხყოფელია ამაზე ვიცი რა უნდა იყოს არ ვიცი რომ 80 ლარი მოხდა იმის რომ სოფელში ცხოვრობდა არის წარმოუდგენა რომ სოფელში თუ ხარ ყველაფერი არის მაგრამ არ არის ჩემო კარგოაზე ნამდვილად არ არის საკმარისი. ლანჩხუთის კულტურის სახლის ხელმძღვანელმა სოფო ჭელიძემ განაცხადა, რომ ფოლკლორული ანსამბლის წევრებს ხელშეკრულებების საკრებულოს თავმჯდომარის რევაზ ჩიტაძის დავალებით შეუწყვიტა. თავად ჩიტაძე ამ ფაქტს უარყოფს. დავალებების გაცემა ისე ახდება. ყველა აიბის დირექტორის საკუთრება მოსილობა დაამტკიცოს სასტატო სტრუქტურა ჩვენთან შეთანხმებით და დაამტკიცოს წლის განმავლობაში არასადამე წარმოება რა კომერციული ურბული პირისათვის გამოყოფილი სახსრების პარტიების თავისი ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას კონკრეტულ საშტატო რიცხოვნებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ კადრებთან დაკავშირებით იღებს არასამეწარმეო არაკომერციული ურბული პირის დირექტორი. სოფო ჭელიძე ამბობს, რომ ფოლკლორული სახლის თანამშრომლებს კონტრაქტები წლის ბოლომდე არ გაუუქმდებათ. მე ყველა წლის ბოლომდე მაქვს შეფულება გაფორმებული. ანუ დეკემბრის ბოლომდე, ხო? დიახ. და ეს ადამიანები მიიღებენ კუთვნილ 80 ლარს დეკემბრის ბოლომდე. მე მაქვს შეფულება გაფორმებული ყველასთვის. დაიხურება თუ არა ფოლკლორის სახლი ჯერჯერობით გაურკვეველია. დღეს რუსთავ ქალაქობაა ტრადიციული დღესასწაულისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ეს იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც ქალაქის დღესასწაულზეა დაგეგმილი. მთავარი მოედანი და მულტიპულტის გმირები კი პატარებს საბავშვო ღონისძიებებით მომასპინძლებს. დღესვე ტრადიციულად საპატიო რუსთაველებს დააჯილდოვებენ. თეატრის სცენა კი ანსამბლ რუსთავის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს. დღეს რუსთავში ბევრ სტუმარს ელიან. Pels ჩვენ 11 საათიდან ვიწყებთ მარათონს, რომელიც სტარტს აიღებს რუსთაველის ძეგლიდან. შემდეგ ამას მოყვება ველურბოლა, ქუთაისის მოედნიდან იქნება სტარტი აღებული. და ფინიში იქნება მოედანზე. ასევე იგეგმება პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა სამხატვრო სკოლის ბავშვები მიიღებენ პერფორმანსში მონაწილეობას, ცოცხალი შესრულება
ხატვაში და 6-ის ნახევრისთვის იგეგმება რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება თეატრში, რომელსაც მოყვება ანსამბლ რუსთავის სოლო კონცერტი. 7 ახალი სიმღერის პრემიერა, ბევრი სიურპრიზი და 60,000-ზე მეტი მაყურებელი. ასეთი იქნება ბერას კონცერტი დინამოს სტადიონზე, ძირითადი ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ სტადიონის ვიზუალურად გაფორმება, კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყება. პროგრამაში შედის ძალიან ბევრი ახალი სიმღერა და ძალიან ბევრი სიურპრიზი, რომელსაც კონცერტზე ნახავს მაყურებელი. მანამდე არ ამგონია, რომ ამის თქმა კარგი იყოს. რაც შეეხება სტუმრებს, სტუმრები აუცილებლად იქნებიან და მათი ნახვა აუცილებლად გაუხარდება მაყურებელს. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში ზუსტად 3-ზე უბრუნდებით. დაბარებით.